თუ შენ გინდა ეზოში სკამზე მიმაგრებული ონკანი გქონდეს, მაშინ დაელოდე ამ ვიდეოს ბოლოს და მე გასწავლი როგორ დააყენო ძვირიანი ონკანი. მოგესალმებით ისევ ჰოსტის გვერდიდან, თქვენი თხოვნებიდან გამომდინარე, უმარტივესი რაღაც სახსნა მიწევს დღეს. დღეს ჩვენ ვისწავლით ასლარად რო არ გამოვიძახოთ სუპერმენი და ჩვენი დავაყენოთ ონკანი. უმარტივესია, არაფერს სირთულეს არ მოიცავს და მთავარია გქონდეთ ყველაფერი. ესე იგი, შემადგენლობა, სიფონი, ეგრეთ წოდებული მილგამყვანი წყალზე რაღაცა ერქმევა ალბათ. ეს არის კეტლერის ანუ კეტლერის გარდა სხვა რამეს დააყენებთ გაუა. კეტლერს ვიტყვი თავიდან და მე რასაც განახებთ, ყველაფერი კეტლერია, საერთოდ რო არა ვთქვა. ეს არის გრძელი შლანგები, ეს არის დაახლოებით 60 სანტიმეტრიანი შლანგები, რომელიც დაგჭირდებათ კი მოყვება თვითონ ონკანს, მაგრამ მოკლეა ხოლმე და ამიტომ გრძელი უნდა იყოს, თო 60-იანი ყოფილა. 60-იანი ცხელი და ცივი წყლისთვის, ასევე რა თქმა უნდა კეტლერის ფირმის ჩამკეტები, ასევე კეტლერს პლუსი ის აქვს, ამას რო იყიდით ეს ოქროულობის შესანახი კონტეინერის მოყვება. ამას შეგიძლიათ ოქროულობა შეინახოთ. ეს არის სწორი, კარგი ხარისხი. ანუ რო არ შეჭამს თბილისის მარილიანი წყალი და ასე შემდეგ ჩვენი მჟავე წყალი ეგ არის რა. ეს გვჭირდება იმიტომ რომ ქვევით დავაყენოთ რომ შემდეგში ჩაკეტვა მარტივად მოხდეს და ამოცვლა თუ რამე დაზიანდა, თუმცა კეტლერთან ძალიან იშვიათად რომ რამე დაზიანდეს. და კეტლერის ონკანი, რომელიც არის აი გენიალური ფერი, აი ხა მაცნობეს, ეს ამაში იდო, მაგრამ მე მანამდე წყლის თეთრი ლაქები რო რჩება ხოლმე, ამაზე ხა მეუბნევიან რომ არ რჩებაო. მართლაც ლაქებს არ იტოვებს. ასევე შეგიძლიათ 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათო კოლბი და ეს დგება ნებისმიერ BMW-ის ავტომობილზე. და შეგიძლიათ რომ აქ მიაერთოთ ტრანსმისიას და გადავსოთ სიჩქარე. თანამედროვე ონკანებს დაამატეს ეს ჩოხომა. ეს არის ჩამომთრევი მექანიზმი, რომელზეც იდეაში სიმძიმე მოყვება. ამ სიმძიმეს ამაგრებთ და ყოველდღიურად თუ არ ჯიშებთ მას ეს ავა ჩავა. ეს არის ამის შემცვლელი, რამე რომ მოვიდეს აქედან გამოდის წკაპზე და ჩვეულებრივად ამას სულით. და აქვს ორი შესაერთებელი. პირველი, მეორე. მოკლე ყოველთვის არის ცივი წყლის, გრძელი არის ცხელი წყლის. პირველი უმარტივესია. ონკანს აი აქ ესე ვაერთებთ და ვხრახნით, მანამდე სანამ არ დაეჭირება. შემდეგ ვიღებთ თოლსენის ვეჩნიკ ლუჩი და უჭერთ. 9 რაღაც მოტანა არ დაგჭირდეთ, ამას პირი ეცვლება და ნებისმიერ ზომაზე ყენდება. აი სანამ ხელში გაგიძალიანდებათ მანამდე, ძალიან გადაჭერა არ უნდა, იმიტომ რომ რეზინი მე იპრესება და უფრო მალე გაუვა. მაგრამ სანამ ვიღაცას გამოიძახებთ და 2 წელი ელოდებით, მანამდე უბრალოდ 9 საათი შეგიძლიათ რომ დააყენოთ. და მეორესაც იგივენაირად ვაერთებთ. ხელი სამდეც მივა და რო უკვე გაგვიძალიანდება, მერე სო. ეხლა ჩვენ გვაქვს უკვე ონკანი მისაერთებლად გამზადებული. ეს არის სამაგრი წერტილები ონკანის. დაშლის გარეშეც გამოვა ეს. ასე გავაცრო. ჩავდივართ 1 2 და ვაყენებთ. დაბლიდან, აი ხა ქვევიდან უნდა შემაახედოთ. იგივე მოძრაობით ესენი შეგვაქვს უკან. ესე წვალება იმიტომ ჯობია რომ მე შიგნით გადაჭერაზე ტვინი არ იბუროს. შევდივართ. შევედით. კანს ვასწორებ ძევით ონკანს და ეხა ტოლსენის აი ეს ტყელტუჩა უჭერთ. ამის სიმყარე დარღვეულია, იმიტომ რომ ეს ეხა ამოჭრილის უნაიჯეს აქ საჩვენებელთან გაკეთებული ორფიცალზე და ამიტომ ეს მოძრაობს. ეს როგორც კი ამას სილიკონზე დასვავთ, ეს უკვე გამაგრდება მერე. სამაგრი წერტილი აქვს, ნებისმიერ რამე აქვს.
ეხა ისევ ამას ვიღებთ და ვაერთებთ უკან ამაში. ანუ აქედან წამოსული ცივი წყალი მოდის და ეს უბრალოდ იმიტომ აქვს, რომ ეს იმოძრაოს. ეს არის სიმძიმე, რომელსაც ვაყენებთ ჩვენ სასურველ ზომაზე და აქ მარტივად ორი შურუპი აქვს. ერთი ორი. ვსო, ონკანზე სიმძიმეს იმიტომ ვაყენებთ, ეს ჩამოვიდა, მოვრეცხეთ რაც გვინდა, კომფორტულად და გაუშვით ხელი. და ისევ დაბრუნდა თავის ადგილზე. ავტომატურია ბიძიავარდენ. ეხლა რაც შეეხება ამ ონკანის თავებს. აქ არის ორი თავი, ერთი ცივი წყლისთვის, მეორე ცხელი წყლისთვის. თუ უბრალოდ ონკანია იქ მეორე მხარეს მისაერთებელი, საიდანაც წყალი უნდა წამოვიდეს, რა თქმა უნდა იმას კეტავთ, წყლის სისტემა მთლიანად იკეტება სახში, სანამ ეს გაკეთდება, ეხლა მაგაზე მარტივად არ დაგიწყებს, იმიტომ რომ არ გაასხას და გამოასხას და თუ იქით ჩამკეტი არ უყენია, ამას უჭერთ ჯერ, ეს არის ჩამკეტი და შემდეგ აქ უკვე ამას ვახრახნით. იგივენაირად ბევრი ძალდატანების გარეშე. ნახე უკვე მესამე ზომა ბოლტს მოერგო ტოლსენის კლუჩი, თუ ეს პელტუჩა. და უჭერთ. დიდად გადაჭერა არ უნდა, ანუ ჩამტრევამდე გადაჭერა უნდა, იმიტომ რეზინია ის რომ მიიპრესება უკვე საკმარისია, წყალი აღარ გაუვა. რაც უფრო მეტად მიწევთ, უფრო მარტივად შეჭამს მარილიანი წყალი და უფრო მეტად გააპარებს მერე რა. ზოგადად იციან ხოლმე რომ რაც უფრო მეტად გადაუჭერ, კაიაო, არ არის კარგი. აქეთაც ცხელ წყალზეც იგივენაირ ჩამკეტს უკეთებთ, რომ შემდეგში რამე რომ მოგვინდეს, უბრალოდ აქედან დავკეტავთ და ამის იქით უკვე აღარ მოგიწევს მთელი სისტემის დაკეტვა რა. ეს არის მთავარი. აი ეს ორი დეტალი ჩამკეტი მაგის გამოყენდება, რომ უბრალოდ ამას დავაყენებთ ესე, ცივი წყლის გამოცვლა მოგვინდება მილის, გადავკეტავთ ცივ წყალს და უკვე უშუალოდ ონკანთან იკეტება წყალი და არა სადღაც მთლიან სისტემაში. ეს ორი დაყენდება და აქედან მოდის წყალი ჩვეულებრივად ამოვა. ეხლა რაც შეეხება სიფონს. სიფონი არის წყლის ესე ვთქვათ ნაგავი წყალი რაც არის, იმას იგროვებს, ჭუჭყს იგროვებს და დანარჩენი ზედმეტი წყალი გადის აქედან. ჩვეულებრივ ტრაპს რასაც ეძახით რა. სიფონს დავშლით, ჩავარჭობთ ზედარკინას, რეზინი უნდა იყოს ქვევიდან, აი აქ მოხაზული აქვს, ზუსტად იქიდან უნდა იდოს და ზოლიანი მხარე ზევით რომ აჭიმვის დროს იაჭიმოს რომ წყალი აღარ გაუვიდეს. ან თუ გაუვიდეს ეს განი იმხელა რომ შიგნით ჩავიდეს. ამას ჩავსვათ ქვევიდან ამას ამოვაკრავთ და შუა ღერძი რაც არის, აი ეს ღერძი, ზევიდან ჩაუყრით დაბლა და ვიწყებთ ნელ-ნელა დაჭერას. დაეჭირა. ამის მოძრაობა შეგვიძლია, ძირითადად უკან მხარეს არის ხოლმე. რეზინს უყურებთ, რომ ეს სამკუთხედად იყოს. მეორე სამაგრს აქედან, ეს რომ მიჭიმავს რეზინი საჭიმოს რო არ გამოვიდეს და მეორეს აქედან უკეთებთ და ამის რეზინსაც აქედან ვაცვავთ ესე. რომ ეს დაბლით ამ მხარეზე რო ჩავა, ეს უკვე აქ დაიჭიროს და აი ესე რო იზავთ. ამას სად გინდათ ამის ზომას დაარეგულირებთ. როგორც კი ჩაიყვანთ დაბლა, ამას გადაუჭერთ, მაგალითად ეს ზომა გჭირდებათ. ქვევით გადაუჭერთ, ვსო, ეს უკვე მზად არის. ეხლა ზევითაც იგივენაირად ავდგებით და ამას ხელით დაუჭერთ. ანუ აქ არანაირი კლუჩი არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ეს არის პლასტმასი, რეზინებზე ზის და არსად წყალს არ გააპარებს. დაუჭერთ, ხელით გადაუჭერთ. გავასწორებთ. ესე აქ ერთ პლაკატკას ჩაუდებთ ამაში რეზინს და ამას გადაუჭერთ. აქეთ მეორე უკვე გამსვლელი რაც არის, ეცადეთ რომ ეს ესე არ იყოს. იმიტომ რომ აქ წყალი სანამ არა, ისე არ გადავა და მოკლედ მარტივი ფიზიკა. ყოველთვის ეცადეთ რომ თვით დინებით წყალი რო გამოვა, ამაზე მაღლა აღარ იყოს. მაქსიმალურად დაამოკლებთ და აქ უკვე ჩააყოფინებთ იმაში. გამსვლელ ტრაპში იდექს, საიდანაც გადის წყალი რა. ეს არის ქვედამხარე, საიდანაც მერე უკვე დაბლა ტარს დაუდებთ და ნაგავი რაც იქნება აქედან მოგროვილი გადააქცევთ, რომ სუნი არ ამოვიდეს ხოლმე. ალბათ 6 თვეში ერთხელ, თუ
თუმცა მე 3 წელი არ გამიხსნია. ეს მეორე ვარიანტი აქ თუ გადამსვლელი დამუშემგროვებელი გქონდათ, ამას აიღებთ და აქედან გვერდიდან ამაგრებთ იგივენაირად. და ამ X წეღარო გაჩვენეთ პატარა მილი რო იყო, ამას აქ აერთებთ. სკაფ და ამ მილს იქ ჩააყოფინებთ. ანუ ზედმეტი წყალი რაც ამოვადა დაგროვდება, ზედმეტი უკვე წავა და ისევ ტრაფში ჩავა. ეს არის უმარტივესი, ამიტომ 100 ლარის გადახდას გირჩევნიათ, რომ 15 ლარად იყიდოთ ტოლსენის ბრტყელტუჩა ყველაფერზე მომრგები და ერთი ბრტყელტუჩათი და მარჯვე 10 თითით, ნუ თუ 2 თითი გაკლიათ 8 თითითაც პრობლემა არ არის, ხელსთან შეგიშლეთ, შეგიძლიათ დააყენოთ ონკანი და არ გადაიხადოთ თანხა, თანხაც რო არ იყოს, უმარტივესად შეგიძლიათ, ანუ 1 საათში გააკეთოთ, ვიდრე 3 დღე რაღაც ცელდოთ. უმარტივესია, სხვაგან ვერაფერს ვერ შეერთებთ, ლოგიკურად დაუფიქრდით, გამდინარე წყალი სად მიდის, შემცვლელი წყალი სად მიდის, მორჩა, ეს არის. დანარჩენი უკვე ღმერთის წყალობა გამოგივათ თუ არა, რა. ეს იყო ჰოსტი, ნებისმიერი ეს პროდუქცია ონკაინიდან დაწყებული, ძალიან კაი ფერის ონკანია მართლა და ხელსაწყოებით დამთავრებული, შეგიძლიათ ქვევით მოცემულ ლინკზე host.gz-ზე შეიძინოთ ფას და კლებით. ეს იყო ცუდი ხელოსანი, თუმცა ონკანი დავაყენეთ. თუ ვერ დააყენეთ კიდე, დამიძახეთ და 100 ლარს მეც ავიღებ. აი ამის გაკეთებაში, მართლა. ოღონდ მეზობლები რო შეგროვდეთ, 10 კაცი მაინც რო იყოთ, რომ ერთიან თუბანში დავაყენო, რომ 1000 ლარი წამოვიყო.